შუადღე მშვიდობისა მოგესალმებით თქვენ უყურებთ საქართველოს ტალღის სტუდიიდან პირდაპირ ეთერს გადაცემა ანალიტიკა რომელ გადაცემას მე მერაბ ჭიკაშვილი უძღვები ხოლო ჩემი მუდმივი თანაწამყვანები არიან ჩვენი გუნდის წევრები ჟურნალისტი და იურისტი თენგო ომანიძე და ასევე ფილოსოფოსი ცოტნე მარღია დიდი მადლობა მეგობრებო კიდევ ერთხელ მივა ჩვენთან დღეს გადაცემაში მონაწილეობისთვის კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენ სოციალურ დამაყურებელს თავისუფალი არხის ეთერში სატელევიზიო ეთერში და რა თქმა უნდა ჩვენს სოციალურ ქსელებში როგორც Facebook გვერდზე, ასევე ჩვენს YouTube არხზე მოგწერეთ და გამოგვიწერეთ, რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი არ გამოიწერეთ ჩვენი არხები YouTube გვერდზე და რა თქმა უნდა Facebook გვერდზე და თქვენ მუდმივად გექნებათ საშუალება, რომ თვალყური ადევნოთ არა მხოლოდ პირდაპირ ეთერებს, არამედ ყველა იმ ვიდეო მასალას და ყველა იმ საერთოდ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს გვერდებზე დაიდება და განთავსდება, უფრო სწორი იქნება თუ ასე ვიტყვით. და რა თქმა უნდა, მადლობა კომენტარებისთვის და აქტიურობისთვის, რომელსაც თქვენ მიმართავთ ხოლმე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რაც შეიძლება მეტი მოგწერეთ და აკომენტარეთ, ჩვენ ვითვალისწინებთ შენიშვნებსაც და მათ შორის ჩვენ გვაინტერესებს ხოთა შორის თქვენი მოსაზრება კრიტიკული თვალითაც დანახული ჩვენი ნებისმიერი გადაცემა და სტუმრები ასევე. ხო რაც შეეხება მე მინდა შევეხო უბრალოდ ჩვენ წინა გადაცემას რომელიც ჩვენს თენგოს გადაცემასაც ბატონი ვაჟაო თარაშვილი ყავდა მოწვეული და დროის სამართალში საკმაოდ არ ვიცი რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება არაერთი უკვე დროის სამართალ გადაცემაში და რა თქმა უნდა ისევ და ისევ თემა მნიშვნელოვანია როგორც ჩანს საზოგადოებისთვის არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია საკითხი ირანი კონფლიქტი ირანი ისრაელსა და ირანს შორის თუ ასე ვიტყვით კორექტულად თუ არა და ისე თუ პირდაპირ და ობიექტურად და გულწრფელად ვიტყვით სიმართლეს ომი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის რა თქმა უნდა ისრაელის მონაწილეობით ასე იქნება სწორი თუ ვიტყვით. საკმაოდ დიდი გამოხმარება ქონდა და ასევე ბატონ ვაჟესაც მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩვენ შევესწრებით რა თქმა უნდა და ჩვენ გვწერენ ჩვენი კომენტარებს გვწერენ და ზოგადად გვწერს ჩვენი მაყურებელი რომ კიდევ რამოდენიმე სტუმარზე გვეუბნებიან ჩვენ ყველას უკავშირდებით სხვათა შორის რო იცოდეთ და რა თქმა უნდა ჩვენ შევესწრებით რომ ყველას გადავცეთ თქვენი ეთხოვნა რომ ვისაც უნდა რომ მიიღოს ამა თუ იმ სტუმარმა პოლიტიკოსმა ანალიტიკოსმა მონაწილეობა დიდი მადლობა გიდასტურებთ რომ ჩვენ სწორედ აი ესე ხელმძღვანელობთ და მათზე არ მინდა ხა ჩამოვთვალო მაგალითად ჩვენ ხელმძღვანელობთ თუ ყველაფერი კარგად იქნება და იმედია იქნება პარასკევს ჩვენ დროის სამართალში გვეყოლება ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი ექსპერტი ძალიან საინტერესოდ ყოველთვის საინტერესოა მისი გამოსვლა და ქალბატონი მაია იქნება პარასკევს და ასევე წინასწარ ასე გვაქვს დაგეგმილი. კი ბატონო, ასე გვაქვს დაგეგმილი. მოკლედ ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა მინდა გავაცნო ჩვენს სრონს და მაყურებელს. ისევ და ისევ გამომდინარე იქიდან რომ დღევანდელ ანალიტიკას ჩვენ მაინც წინასწარ გვინდა გითხრათ ხოლმე ჩვენ რაზე გვექნება საუბარი. დღეს გვექნება ერთ კონკრეტულ საკითხზე საუბარი. იცით რომ ჩვენ პირადად მე საქართველოს ტალღის ჩვენ ტელევიზიიდან და სტუდიიდან პირადად მე ვესწრები პროცესებს რომელიც ეხება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს სასამართლო პროცესებს ჩვენ ამ საქმეს ვაშუქებთ ჩვენ ამ საქმეს სამართლებრივად ვაშუქებთ შეიძლება ითქვას გამოგდის არ გამოგდის ალბათ ვფიქრობ ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს და რაც ყველაზე მთავარია რამდენად ობიექტურები ვართ ჩვენ ესეც რა თქმა უნდა შეაფასოს სასამართლომ, უნდა შეაფასოს მაყურებელმა უფრო სწორად, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის სწორედ ჩვენი პირველი ინტერესია, არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პირადად ჩვენი ინტერესიც არის, რომ ამ საქმესთან, ამ საქმის ირგვლივ იყოს დადგინდეს ობიექტური განაჩენი. და არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს მეორე ტრაგედია, ერთი ტრაგედია არის, რა თქმა უნდა მკვლელობა და გარდაცვალება ადამიანის და მეორე ტრაგედია არის ის და ის რომ სრულად უდანაშაულო ადამიანი არ აღმოჩნდეს ან ადამიანები არ აღმოჩნდნენ საშინელი ბრალის ქვეშ უვადო პატიმრობაში და ჩვენ ვაშუქებთ ამ პროცესებს ესე იგი ბრალდების და თენგო ომანიძე იურისტის საიტში ამას იურისტებთან ერთად იწვევს ხოლმე ჩვენ სხვათა შორის გვქონდა ასევე მოწვევა ადვოკატ ოჯახის ინტერესების დამცველ ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან მქონდა ჩვენ მას თხოვეთ და შევთავაზეთ რომ მას მიიღო მონაწილეობა რამოდენიმეჯერ გავაჟღერეთ ეს პირდაპირ ეთერში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა პირდაპირ ეთერში ჩვენ მას შევთავაზეთ გინ მონოლოგის რეჟიმი გინ მის კოლეგებთან ერთად რომელსაც დასვის მხარესთან ერთად
მიიღო მონაწილეობა ვერ მოხერხდა ეთერი მე ის პირადად შემხვდა სასამართლო პროცესზე სხვათა შორის და მინდა აქვე დავაფიქსირო რომ მან ის მოვიდა ჩემთან და მან გამოხატა დაგვიდასტურა პატივისცემა და მით უმეტეს დაუდასტურა პატივისცემა მის კოლეგასაც ბატონი ერკ ზაქარიაშვილს ან და სხვა კოლეგებს ვინც იღებდნენ მონაწილეობას და სადაც იხსენებული იქნა ასევე ტარიელ კაკაბაძეც მან მადლობა გადაგვიხადა ობიექტურობისთვის სიმართლისთვის და მან ასევე განმიმართა პირადად მე მიზეზი რომ და ბოდიშს მოიხადა რომ ის ამ ფორმატში და სავსებით სამართლიანად თავაზობთ ჩვენ ამ ფორმატს რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რიგი მიზეზების გამო ნუ აქ მესმის ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს სამართლიანად ჩვენს ასე უდგებით და ადამიანურათაც გვესმის და ნუ ბუნებრივია რომ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გავიგეთ მისი თუმცა კარგი იქნებოდა რომ მოსულიყო მაგრამ როგორც კი ამის საშუალება იქნება გამომდინარე საქმიდან თქვათ საქმის დამთავრების შემდეგ იქნება ეს თუ რაღაც პერიოდში ის აუცილებლად მიიღებს ჩვენთან მონაწილეობას გაცემაში თუმცა არც ერთ სიტყვას რომელიც ჩვენ აქ მის მიმართ გავაჟღერეთ არაფერი გაგვიჟღერები არაკორექტული ღმერთო დაიფაროს ან მით უმეტეს რაც საქმესთან დაკავშირებით გააჟღერა იგივე თქვათ თენგომ როგორც იურისტმა როგორც ტელეწამყვანმა როგორც ამ საქმეში ჩახედულმა და რა თქმა უნდა ასევე გაჟღერებული ნებისმიერი მისი კოლეგის მხრიდან ადვოკატების მხრიდან მან დაადასტურა რომ არაფერი არ ყოფილა გადაცდომა ზედმეტი ან და მით უმეტეს არაკორექტული და ამისათვისაც მადლობა მოგვიხადა თუმცა ჩვენ რომ არ შემოვიფრაგოთ ესე მადლობები და ასე შემდეგ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს მაშინ ჩვენს რაღაცნაირად მეტი დრო უნდა დაუთმოთ ამ საქმეს და კიდევ უფრო მეტად დეტალურად გავარკვიოთ საქმის კურსში რომ ჩავაყენოთ ჩვენი საქმის კურსში რომ ჩავაყენოთ ჩვენი მაყურებელი და მსმენელი გვინდა რომ დღევანდელი გადაცემაც მიუძღვათ ამ საქმეს და დავიწყოთ იქიდან რომ მნიშვნელოვანი რაღაც კი ბატონო მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა და ეს რაღაც არ არის ისე რაღაც ჩვენ კონკრეტულად ყოველთვის ჩვენ საუბრობთ სასამართლო პროცესზე რომელიც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ადამიანებს სრულიად უსამართლოდ მაგრამ გაირკვეს უნდა ეს სასამართლოში ბრალი ედება დუმძიმეს დანაშაულში და პროკურატურა და შესაბამისად ბრალდება ვალდებული ყველა მტკიცებულებები ვალდებული იყო წარმოედგინა და შესაბამისად მოსამართლესაც ყველა იმ დაცვის შემდეგ რაღაც როცა მოხდება სასამართლო პროცესის ბოლო დღე გამოცხადება როცა იქნება მოსამართლემაც მიიღოს ფაქტებზე მტკიცებულებებზე დამყარებული რა თქმა უნდა თავისი შინაგანი რწმენა იქნება ეს თუ მაღალკვალიფიციური მისი პროფესიონალიზმი აქედან გამოიტანოს განაჩენი რადგან რაღაცეები ვერ ხერხდება ისე რომ ბოლომდე ჩვენი მაყურებელი ვერ იგებს დეტალებს მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება პროცესზე დამთავრდა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა და უკვე აი როცა დაიწყო უკვე დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა 26 მარტს ბრალდების დაცვის ადვოკატებმა უფლებადამცველებმა ბატონმა ზვიად კორძაძემ ქალბატონმა შორენა ნიკაბაძემ და შესაბამისად ბატონმა მიხეილ ჭანუყვაძემ გააკეთეს საინფორმაციო ბრიფინგი სასტუმრო მონოგრაფში სადაც ჟურნალისტებს თქვათ დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ სრულად მოესმინათ საქმესთან არსებული ვითარება თუ რა ხდება საქმის ირგვლივ და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იყო ეს ჩვენ რაღაც მონაკვეთები ნაწილი მონაკვეთების ჩვენ კიდევ სრულად ვერ დავამონტაჟეთ მაგრამ ამონტაჟეთ ნაწილი მონაკვეთები გვაქვს რა გამოვყავით რაღაც საკითხები და გვინდა რომ დღეს შემოგთავაზოთ თვითონ თავად ამ ბრიფინგის ეს მონაკვეთები და აქცენტები ორი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოიყო ამაზე გავაკეთოთ აქცენტი მოდით ნახოთ გავუშვოთ პირველი ვიდეო ზოგადად საინფორმაციო ვიდეო რა დღე იყო ეს და რა მოხდა 26 მარტს თუ შეიძლება გავუშვოთ პირველი ვიდეო ეხლა როგორ შემოდის გავყოთ ლოგიკას რა
ჩვენ დღევანდელი შეხვედრის ასე ვთქვათ მიზანი არის ის, რომ მოჩა ერთი ეტაპი. ეს არის ბრალდების მტკიცებულების გამოკვლევა. ჩვენი პროცესის მიხედვით უდანაშაულობის მტკიცებულება არ არის ასე ვთქვათ ბრალდებულის საქმე. ეს არის პროკურატურის საქმე, რომ დაამტკიცოს, რომ ბრალდებული დამნაშავეა, შესაბამისად ამ მტკიცებულებას უნდა შეექმნა იმის ფონი და გარანტია, რომ საქმეზე გვაქვს დანაშაული. არც ერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში წარმოდგენილია, არც ერთი წერილობითი ზეპირი მოწმის ჩვენება არ ადასტურებს მიხაძეების, დავით და გიორგი მიხაძის მიერ კვლელობის ორგანიზებას. მე კითხე ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ საქმის განხილვამდე მიდის კვლელობის ორგანიზებას. და კვლელობის ორგანიზებისთვის უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, კავშირები, მათ მიერ განხორციელებული ქმედებები და არა ის, რომ ვიღაცა 7 წლის წინ ერთმანეთს შეხვდა დაბადების დღეზე და გამარჯობა უთხრა. ვინ, როდის, სად, რა დროს დაგეგმა კვლელობა, ვინ ვის რა უთხრა, როგორ უთხრა, რატო უთხრა, ეს საქმეში საერთოდ არ არის. არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ოპერატიული მუშაკის ჩვენება პატაკი, რომელიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს ვერსიას, რომელსაც ავრცელებს და ბრალდებაში იყენებს გამოძიებას. სხვა მტკიცებულება ამ საქმეში არ არის. როგორც მოგესალმებით, დღეს დაცვის მხარის წარმომადგენლები შევხვდით მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი გახლდათ ის, რომ დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლოში, რომელთაგან ვერც ერთმა ვერ დაადასტურა გიორგი მიქაძის ან დავით მიქაძის შემხებლობა ლევან ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზებასთან. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ინფორმაციები საზოგადოებაში გადის ზოგჯერ სუბიექტურად, გარკვეული პირების მხრიდან, ვთქვათ, პროცესების შემდეგ ჩვენი სურვილი იყო, რომ ღია ფორმატში ყველა მედიის წარმომადგენელს დაისვა ყველა კითხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში, რაც პროკურატურამ წარმოადგინა, განგვეხილა და რეალურად დაინახათ მათ, რომ ეს არის საქმე მტკიცებულებების გარეშე. სანამ ვისაც გამოძიებასთან შეგვიძლია არა, ჯანგულადი ხო და სპეციალიზმის უფროსი იყო და რაღაცაო და ანუ ერთმანეთს აღარებჩის რა. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს იყო საინფორმაციო მოკლე ანონსი ბრიფინგთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოეწყო სასტუმრო მონოგრაფში გიორგი მიქაძის და დავით მიქაძის დაცვის მხარემ. და თქვენ ნახეთ, ეს იყო საინფორმაციო ბრიფინგი და აქაც სხვათა შორის მინდა აქვე ვთქვა, რომ აქაც ხაზი გაესვა ადვოკატების მხრიდან იმას, რომ პროკურატურის, ანუ მთავარი მტკიცებული მოწმეების დაკითხვა, ბრალდების მოწმეების დაკითხვა დასრულდა, ეხლა დაიწყო დაცვის მოწმეების დაკითხვა და დაცვის მოწმეების დაკითხვა სანამ დაიწყებოდა და უკვე მესამე პროცესი მიმდინარეობს დაცვის მოწმეების დაკითხვა, ადვოკატებმა გააკეთეს განმარტება თუ რა იყო შეჯამება, რა იყო თქვათ რა მოხდა ბრალდების მოწმეების დაკითხვის დროს. აქვე მინდა თქვენ ერთად გავმართო და მინდა თენგოსაც ასევე ვკითხო და რა თქმა უნდა წუტრესაც ჩვენ მაინც ვცდილობთ რომ იმაზე უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რასაც ეხლა ვერ შეძლებს ვერც ერთი იქ სხდომაში მონაწილე უფლებადამცველი გამოვიდეს და სულად ილაპარაკოს, მაგრამ აი რა მთავარ აქცენტებს გავუსვა ხაზი. ბატონი ზვიადი ამბობს რომ მორჩა პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა, ისა მოწმეების დაკითხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე, ესე იგი გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ბრალად ედება კვლელობის ორგანიზება. ანუ კვლელობის ორგანიზება. შესაბამისად, ბრალდებას უნდა წარმოედგინა ჯერ მტკიცებულებები, საქმეში ჩაედო მტკიცებულებები კონკრეტულად ზუსტად ორგანიზების კუთხით, ორგანიზებასთან დაკავშირებით და არა ის, რაც მოდი ერთ შემთხვევაში დავით მიქაძეს შემთხვევაში დევს, რომ სადღაც თავის მეგობარს შეხვდა სასტუმროში, არა ეს, არამედ ორგანიზებასთან დაკავშირებით მტკიცებულება და მეორე ასევე უკვე მისი მოწმეების გამოკითხვის დროს კიდევ ერთხელ უბრუნდებიან იმ საკითხს, რომ დიახ, პროკურორ ბრალდებას, გარდა იმისა, რომ მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა სასამართლო პროცესში, მოწმეების გამოკითხვის დროს უნდა გაემყარებინა ის მტკიცებულებები, არგუმენტები თავიანთი მოწმეების. არც ერთ შემთხვევაში დაწყებული პირველი მოწმე და დამთავრებული ბოლო მოწმე არ მოხდა. მეტიც რიგ შემთხვევაში მისივე მოწმეებმა ისეთი რამ თქვეს, რომ მაგალითად ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ბატონმა შორენამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა ბატონმა ზვიადოვს, სხვა შორის, რომ ეხლა ბრალდების მოწმემ რაც თქვა,
პირდაპირ ჩემი აზრით საქმე იძლევა საშუალებას რომ ანუ არის ფაქტი რომ აღიზრდა საქმე მის წინააღმდეგ ან და სხვა მუხრით დაიღოს ანუ აქ სულ სხვა რაღაცა მოხდა ადამიანი რომელიც გარდაიცვა ანუ რომელიც ყველობას იქ მოხდა არ ვიცი ვიღაცების მიმართ კითხვის ნიშნები უნდა გაუჩნდეს პროკურატურას აი ეს მომენტი არის ძალიან გამოსაყოფი თენგო ვიდრე ჩვენ კიდე რა ახალი დეტალი გაირკვა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე შორენა ნიკაბაძე რასაც ამბობს რომ არანაირად არ დასტურდება ერთი კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ არ არსებობს ფაქტი მტკიცებულება ჩადებული საქმეში რომელიც დაადასტურებს ან ახლოს იქნება კვლელობის ორგანიზებასთან რასაც ედავებიან გიორგი და დავით მიქაძეს თქვა და იგივე თქვა გიორგი ჯოხაძეს მაგრამ და მეორე არაფერი არ ადასტურებს და ახლოსაც არ მიდის არც მოწმეების გამოკითხვის დროს ბრალდების მოწმეების გამოკითხვის დროს თავარია რომ აი ახლოსაც არ მიდის მივესალმე მაყურებელს პირველ რიგში რა თქმა უნდა მოდი ჯერ ზოგადად ვიტყვი ჩვენ როლთან დაკავშირებით ამ საქმეზე მოხდა ისე რომ ფაქტიურად ჩვენი სტუდია არის ერთადერთი ალტერნატიული ინფორმაციის წყარო რაც შეეხება აი კონკრეტულად ამ საქმეს რა გულისხმობ ხა თავისთავად ეს ტრაგიკული ფაქტი რაც მოხდა გაშუქდა რა თქმა უნდა მედია საშუალებებით სხვადასხვა მედიებმა სიუჟეტებიც მიუძღვნეს ამ ყველაფერს მაგრამ აი თავარი რაც იყო ვერ ვიტყვით ანუ რომ ეს საქმე არ გახმაურდა პირიქით ძალიან გახმაურდა მაგრამ აი გახმაურდა მხოლოდ ცალმხრივად აი შენ ახსენე მაგალითად ბატონი ტარიელ კაკაბაძე ჩემს ხრივას მინდა დაუდასტურო ამ ადამიანს რა თქმა უნდა და მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ პატივისცემა და მართლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს მე პირადად რომ გქონდეს მასთან გასაუბრების შესაძლებლობა ხო იმიტომაც დაუთმეთ პირდაპირ ეთერი კი ბატონო ხო რა თქმა უნდა მაგრამ ანუ რისი თქმა მინდა ხო სხვადასხვა ტელევიზიების ეთერებში და ძირითადად ეს არის წამყვანი მეინსტრიმული მედია საკითხი შუქდება აი მაგალითად ბატონ ტარიელ კაკაბაძეს იქ ეძლევა შესაძლებლობა გამოვიდეს საკუთარი პოზიცია გამოხატოს რომელიც არის ოჯახის უფლებადამცველი და ის პოზიცია ასე ვთქვათ რაც მისთვის ამ შემთხვევაში მისი აზრით არის სწორი ობიექტური გამოხატოს საკუთარი პოზიცია ხო მაგრამ დაუშვათ აი აქეთ მხარეს ანუ ბრალდებულების დასვის მხარეს ეს არის შესაძლებლობა ნუ მე არ მახსენდება პრაქტიკულად არ ეძლევა ან ძალიან ისე ფრაგმენტულად თუ გაუშვებენ ხოლმე არა ფაქტიურად არ არის ნუ გარდა ღია ეთერში მათ ამის შესაძლებლობა არასდროს ჩვენი ეთერის გარდა სამწუხაროდ ვამბობ სამწუხაროდ მათ სხვა ის ეთერი არ ეთმობთ თუნდაც ის რომელშიც თქვათ ბატონი ტარიელ კაკაბაძე იღებს მონაწილეობას მაგალითად ტელეპიროზე პირველი დღიდან პირველივე წამიდან სადაც ჯერ არ არსებულ რაღაც Facebook გვერდზე ლაპარაკი რაღაც ასე შემდეგ მე მას მოყვება საერთოდ დავით მიქაძეზე საოცარი საქმის შეკერვა ხდება ეს ჩვენ მეორე საქმესაც ვაშუქებთ დავით მიქაძეს ეს მე გადავალ ჩვენ ამას ხალხი უნდა გადავიდეთ რო არ დავამნიოთ მაყურებელი იმდენი საქმე აღძრეს უკვე რომ ჩვენ მაყურებელი კი არა პროკურატურას ებნევა ხოლმე ხანდახან იმდენი საქმე არის აღძრული მაგრამ ნუ აქ იმისი თქმა მინდა რომ აი ობიექტურად რო შევხედოთ მედია საშუალება თუ კი ის არ არის მიკერძოებული თუ კი მას არ აქვს ინტერესი რომ რაღაც კონკრეტულად ერთი მხარის სასარგებლოდ გააშუქოს მხოლოდ ინფორმაცია მე სხვა ვერ ხსნი რანაირად შეიძლება აიხსნას რომ აი მთელი თვეების მანძილზე ერთ მხარეს იწვევენ ეთერებში მას უთმობენ დროს მას აძლევენ საუბრის შესაძლებლობას და აი მეორე მხარეს და მეორე მხარეს არ არის ხო რაღაც ახლა რა ვიცი ბატონი ზვიად კორძაძე მაგალითად ან იგივე შორენა ნიკაბაძე ეს არ არიან რაღაც ისეთი როგორ თქვა ახლა არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას რა თქმა უნდა ყველას პროფესიონალს პატივს მაგრამ ეს ხალხი გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს ხო პროფესიულ წრეებში იურიდიულ წრეებში ახლა და ამ ხალხს რატო არ აძლევ იმის საშუალებას რომ მათაც გამოხატონ თავისი აზრი ჩემთვის ეს აუხსნელია და აუხსნელია რა ძალიან კარგად ახსნელიც არის და მესმის ძალიან კარგად რომ აქ არის პირდაპირ დაინტერესება ამ შემთხვევაში და ტენდენციურობა მედია საშუალებების და აი ამ ხრივ ჩვენი ეთერი მე ვფიქრობ რომ არის გამორჩეული და არის ერთადერთი ალტერნატიული წყარო რომ ვისაც აინტერესებს მართლა რა ხდება ამ საქმის ირგვლივ ბევრია ასეთი ხო და არის მართლა დაინტერესებული რომ აი რეალურად რა მოხდა და მარტო სანახაობა, მარტო სეირის ნახვა კი არა და აი მართლა სიმართლის გაგება უნდა, ნუ ეს რა ვიცი, აი ხამურაბის პერიოდიდან მოყოლებული ეს სტანდარტი არის დადგენილი სამართალში, რომ უნდა მოусმინო როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და რაღაც შეაჯერო და გამოიტანონ დასკვნები, ხო? კი ბატონო. ამის საშუალება რო არ ეძლევათ ადამიანებს, აი ჩემთვის პროტესტ პირველ რიგში ეს იწვევს და ეს მაძლევს მათ შორის იმის мотиваციას, რომ კიდევ უფრო ათმაგი ენერგიით გავაშუქოთ ეს. კი ბატონო. თენგო, მადლობა. ცოტნე მინდა აი იცი რა არის? ჩვენ მაინც
შეიძლება კიდევ ერთხელ მინდა აი ვინც ხა უყურებს ამ პროცესს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება თან იმ პერიოდში როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ ამბის მიწოდება ხო ობიექტური სიმართლე რა იყო საშინელება ხდებოდა ანუ პროპაგანდა იყო საოცარი ნუ ხა ჩვენ ვიცით ამ საქმეზე როგორ დაიწყო რა დაიწყო და მე მინდა აი ხა მეორე აი იგივე თქვა შენ რომ თვალყურს ადევნებდე და იგივე ხა მე ჩვენ თავიდან იყო საშინელი თუნდაც კომენტარები იყო ისეთი რომ ჩვენ ამას ბუნებრივად ვაფასებდით ბუნებრივად რომ ესე იქნება რა თქმა უნდა ვიდრე ნენელა არ წამოვიდა ობიექტური ინფორმაცია იმ მცირე საშუალებით არ გამოჩნდნენ საქმეში ადვოკატები რომლებიც ხა თეგომაც ჩამოთვალა და კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ საქმეში არიან ადვოკატები კიდე არიან კიდე ადვოკატები ასევე რომლებიც მართლა თავიანთ წრეებში თავიანთ პროფესიულ წრეებში და მე უყურებ ხოლმე სასამართლო დარბაზში ან და იქ შენობაში როდესაც რამოდენიმე ცნობილი ადვოკატი ერთმანეთს ხვდება და ასე შემდეგ თუნდაც მოსამართლის დამოკიდებულებასაც ხო საკმაოდ ავტორიტეტები არიან ამ პროფესიონალურ კუთხით ვამბობ ამას და აქ ასევე ჩვენ აი ხა მაგალითად დღეს უკვე ჩვენ გამოვკვეთეთ კიდევაც და გამოიკვეთა დღეს ერთ ადვოკატი რომელიც აქამდე უბრალოდ პრესაში არ ჩანდა და ინტერვიუებს არ იძლეოდა ბატონი მიხეილ ჭანუხვაძე რომლის აქცენტსაც თუ რაზე აკეთებს აქცენტს ნახავთ ამას მაგრამ აი მაინც რთული იყო და შეიძლება ვიღაცისთვის მაინც შეება რომ აი მე მაინც აი პროპაგანდის ხორპული ვარ თქვა რაღაც რაც იყო რომ არა ესე არაფრიდან თქვა ადამიანზე დაწამო ესეთი ცილი და თან ეთერში გაუშო რომ კი აი ესენი არიან ამ მონაწილეები ორგანიზატორები არიან ამ კვლელობის ხო ცოტა არ იყოს რაღაცა აი გმირობის საქმეც არის რომ ცოტა თავს მოუხმო ბევრი რაღაც ინფორმაცია მიიღო მაგრამ რაღაც ანალიზი გამოიტანო შენ როგორ ფიქრობ რაღაცა პერიოდის მერე საზოგადოებას მიეცა საშუალება თუნდაც ჩვენი ეთერების მერე თუნდაც ობიექტურად რო ვთქვათ იგივე თქვათ TV პირველმაც მათ შორის და არ ვიცი სხვადასხვა არხებმა რომელთანაც ჩვენ ხა იდეურად არა ვართ ახლოს და რაღაც წინამდებობაშიც ვართ ხოლმე ხშირად მაგრამ შეეცადე რომ რაღაც მაინც ობიექტური საინფორმაციო კუთხით გააშუქეს ხომ მაინც ეს უნდა ითქვას აი მიეცა საზოგადოებას საშუალება რომ ძალიან მალე განაჩენი უნდა დადგეს და მოსამართლე უნდა მიიღოს საკმაოდ სახა ყოველთვის არის მოსამართლეს განწყობა სერიოზული მაგრამ ეს არის საქმე სადაც არ ვიცი მე რა მაგალითად ერთ ოჯახს პირდაპირ განადგურდება რა ერთი ოჯახის ორი წევრი რომელიც სრულიად დაუმსახურებლად ისმენს თავის თავზე ხა ამას და ერთი საერთოდ ციხეშია გიორგი მიკაძე ეს არის პირდაპირ აი არ ვიცი მე თავს ვავძე უფლებას ეს არის მთელი ოჯახის განადგურება ოჯახის დედის მამის შვილების შვილიშვილების იმიტომ რომ ძმებ გიორგი და დავით მიკაძეებს საკმაოდ რავაშულიანი ოჯახი ყავდა და არ და კიდევ საკმაოდ დიდი ოჯახი და ნადგურდება პირდაპირ სიტყვის ამშვენად ნადგურდება იმიტომ რომ შანსი არ რჩება შენ არ უტოვებ ასეთი ბრალის შემდეგ არ ვიცი ფსიქოლოგიურად როგორი ძლიერი უნდა იყოს ოჯახის წევრების მთელი შემადგენლობა რომ ასეთი ბრალის შემდეგ შენ დაიწყო ფეხზე წამოდგომა თორე არავინ არაპირებს ფარხული ჩამოხდეს აი როგორ ფიქრობ შენ დაძლევადია ეს პროცესი ანუ შეიძლება რომ ეხლა ცოტა მართლა საზოგადოების რაღაც ნაწილი უმეტესი ნაწილი უკვე მიხვდა რომ ისე არ არის საქმე როგორც ამბობდნენ კი ბატონო მოდი პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს და აი სანამ ამას უპასუხებ შეჯამების სახით ისევ იქიდან დავიწყოთ რაც თქვენ თქვით ერთი რაღაცა რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ კი ანუ ის რომ ბავშვო ჩვენი სახით მათ შორის არა მარტო ჩვენი სახით იქ იყო რაღაცა სელობები რაღაც მეტნაკლებად ობიექტურად გაშუქებისა საქმის ხო ანუ ეს ამან მისცა საშუალება იმ ადამიანებს ვინც ამ საქმით არის დაინტერესებული ვინც უბრალოდ თვალს ადევნებს ამ საქმეს რომ მეტნაკლებად დაენახათ ნაწილი იმ სიმართლისა რაც ამ საქმეში არის და ყველაზე საინტერესო და ყველაზე უცნაური რაც არის აქვს და რაც არის ამ საქმეში და რატომაც სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ რატომაც შეიძლება ადამიანს კითხვები გაუჩნდეს საერთოდ რო არ იყოს საქმის ჩახედული კითხვები რატომაც შეიძლება გაუჩნდეს ამ საქმის გარშემო დავუშვათ ახლა ჩვენ რო შეადაროს აიღოს დავუშვათ ის ჩვენ რასაც უშვებთ პასუხისმგებლები ვართ ხო იქ რაც არის ყველაფერი არის ფაქტები მაგალითად აი არის კაცი რომელიც იძახის რომ სადღაც რაღაც ადგილას არ ყოფილა და მე მისი ყოფნა დასურდება ვიდეო ჩანაწერით ხო დავუშვათ ანუ ერთი ტყუილია დავუშვათ რომელსაც ვაჩვენებ ჩვენ და ესე იგი ვაწვდით ამ ინფორმაციას მოსახლეობას და იმ ადამიანებს ვინც ამით დაინტერესებული და უცნაური ამ საქმეში ძალიან უცნაური არის ის რომ
ამას არაკეთებს არავის სხვა. ანუ ტენდენციურობა თითქოს თავიდანვე, რაც შენ ახსენ რომ იყო რაღაცა პერიოდი, როდესაც რაღაცა მთელი ეს მეინსტრიმ მედია თუ ყველა სოციალურ ქსელში არსებული Facebook გვერდები, რომლებსაც რაღაც მედია ქვიათ, ხო? დაინტერესებული იყვნენ და მოქმედებდნენ რაღაცა ასე ვთქვათ შავი ბინძური PR კამპანიის შექმნით და შეთითქმით და მიზანი საბოლოო ჯამში, რასაც ხედავ და როგორც უკვე დღეს უკვე ნათლად ჩანს, ეს იყო ასე ვთქვათ ნიადაგის მომზადება იმ და სისხლის სამართლის დევნის დაწყებისთვის, რომელიც მათ დაიწყეს ამ ადამიანების მიმართ, ხო? ჩვენ საუბრობთ, ეს არის რამდენიმე თვით ადრე, სანამ მოხდება ამ ადამიანების დაკავება, ხო? აქამდე რას ემსახურება, მოდი ეს ვთქვათ, ან რატო არის მნიშვნელოვანი ამ მომენტზე ყურადღების გამახვილება, ხო? ჩვენ ვიცით, რომ აი ნებისმიერი სასამართლოს ან მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, გასაგებია ის მოქმედებს რაღაცა შინაგანი რწმენით, რომ ან დამნაშავე, ან უდანაშაულობა მოქმედებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით და ეს არ არის ახალი დაგეთენგო იურისტია დაგვიდასტურებს, რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი აქვს მოსამართლეზე, თავად მოსამართლეზე აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივ აზრს, თუ როგორი საზოგადოებრივი აზრი არის შექმნილი, პრაქტიკაში ეს ასე მუშაობს, ჩემი ყოველ შემთხვევაში ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ასე, იმიტომ რომ ადამიანები ვართ, ეხლა ის არც მოსამართლე არ იქნება ეხლა რობოტი, რომ ყველაფერი ყველა ეს გარე ისინი გამორიცხოს და თავის თავზე გამორიცხულია დღეში 1 საათი მაინც ტელეფონი არ ეჭიროს ხელში, სადაც სოციალური ქსელია ეხლა არ არის. საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომელიც იყო უარყოფითი და პირდაპირ აი ამის მტკიცებულება ის, რომ შეადარო კიდევ ერთხელ მეორე, რომ აიღო ის ფაქტები და ის მოცემულობები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც ჩვენ გამოგვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით და რო აიღო სხვა მედია საშუალებების მიერ გამოტანილი ინფორმაციები, აი ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, უსრულია მათ შორის და უსრულია რამ ხრივ, რომ ის ინფორმაცია, რასაც ეს მედიები აშუქებენ, საერთოდ თუ აშუქებენ ამ საქმის გარშემო, არის ძალიან ტენდენციური და ცალმხრივი. ისინი არ მიუთითებენ ისეთ დეტალებზე, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობის არის ამ საქმეში იდეაში და უნდა იყოს. მაგალითად, როდესაც საუბარია როდესაც მაყურებელს ესმის სატელევიზიო სიუჟეტში, რომ რომელიღაცა მოწმე ხელს ადებს დაუშვათ რომელიღაცა საქმეში რომელიღაცა ბრალდებულს, ხო, ფიგურანტს ეს პროკურატურის და ბრალდების ვერსიით, ხო? ანუ მას წარმოუდგენია, რომ ეს ამ ბრალდებას მოწმე რომელიღაცა მოწმე, როდესაც ამ ბრალდებას და ჩვენებაში აი ამ ხელს ადებს ვინმეს, თითქოს ისე წარმოუდგენია, ბუნებრივია, ვინც არ არის ამ საქმეში შეხედული, რომ აი ამ ჩვენების უკან რაღაცა მტკიცებულებები არის რეალურად რაღაცა აი რაც ჩვენ თქვით აღნიშნეთ რომ ან ორგანიზების მხრივ რაღაცა მტკიცებულება არსებობს მიმოწერა ან ვიდეო ჩანაწერი სადაც ისმის როგორ გეგმავენ ვინმე და არ გაორგანიზებენ ორგანიზებას ხო ანუ გავსი ან ჩანაწერი არსებობს ან რაღაცა შეიძლება ესე და ალბათ დიდ ნაწილს საზოგადოებისა ესე წარმოუდგენია და ეს მედია საშუალებები ამას ესე აშუქებენ რომ საზოგადოებამ ესე წარმოიდგინოს და სიამდვილეში ვინც ჩაიხედავს ამ საქმეში ვინც ახავს ეხლა ჩვენ ვიცით იმიტომ რომ დავინტერესდით ვაშუქებთ ამ საქმეს და ჩავიხედეთ და ვხედავთ რომ გარდა იმისა რაღაცა რომ კონკრეტული ადამიანები რომლებიც ბრალდების მოწმეები არიან ასე ვთქვა და ჩვენებას აძლევენ ბრალდების სასარგებლოდ სასამართლოს და მისცეს უბრალოდ ჩვენება ბრალდების სასარგებლოდ მათი ჩვენებების მიღმა არანაირი მტკიცებულება ბრალდებას არ გააჩნია ანუ ეს არის მხოლოდ რაღაცა აი მე რომ მივიდე სასამართლოში და რაღაცა ჩვენება მიცე რომელიც ვერაფრით ვერ დაასტურდება ხო ნებისმიერ რაღაც შემიძლია მე თუ არ მომთხოვ შენ მოსამართლე ხარ თუ პროკურორი ხარ მე თუ არ მომთხოვ იმის დამტკიცების საშუალებას რასაც მე ვამბობ ხო ნებისმიერ რაღაცა შემიძლია მივიდე და ვთქვა, რა ვიცი, ვიტყვი რომ გუშინ ვიყავი თუ არ ეზე უსოპრანედება წამიყვანეს და დამაბრუნეს უკან. ხო, ამის დამტკიცების, ამის მტკიცებულება თუ არ იქნება, ეს არის უბრალოდ სიტყვები, ხო? და მნიშვნელოვანი ეს არის რომ ჩვენ აი ეს ამ ნაწილს, აი ამ საქმისას არც ერთი მედია საშუალება ამას არ საუბრობს. ამას არ საუბრობს და თან თვითონ არ საუბრობენ ეს ერთია და მეორე რაც შენ აღნიშნე მე რა ის დრო რა დროშიც დაუშვათ აქვთ რაღაცა განსაზღვრული დრო ამ საქმეს უთმობს ყოველდღე კონკრეტული მედია საშუალებები ხო ეს დროც იმდენად არათანაბრად არის გადანაწილებული რომ აი დაცვის ხარის ადვოკატებს რომლებსაც დაუშვათ უნდა გქონდეთ უფლება რომ თუ შენ აძლევ საშუალებას ბრალდების ხარის ან ოჯახის ადვოკატს ან სხვა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს პროკურორი იქნება ეს ადვოკატი იქნება თუ სხვა ვინმე აძლევ იმის საშუალებას რომ იჯდეს ეთერებში და ელაპარაკოს ის რაც მას უნდა ისევ ის რაც მას უნდა და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია რომ არც მას არ აქვს ამ შემთხვევაში განსაკუთრებით არ აქვს ვალდებულება იმიტომ რომ არც სასამართლოში არ გამოდის და არც ის რა ქვია სიმართლის თქმაზე აქვს ფიცი მიცემული ხო ტელევიზიაში დაждდეს და ელაპარაკოს რაც უნდა
რომელიც არაფრით არ მტკიცდება, არანაირი, ესე იგი, მტკიცებულება მას არ უმყარებს ზურგს, ანუ მაშინ შენ უნდა მისცეს საშუალება მოწინააღმდეგე მხარესაც. ეს ხო სამართლიანი იქნებოდა, ანუ აქ რომ მიდიოდეს პრინციპი და აი საზოგადოება რომ ხედავდეს, რომ აი მედიიდან დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული, რა ვიცი, პროკურატურით გაგრძელებული, ხო, ანუ ესენი ცდილობენ, რომ ამ საქმეში მართლა ჭეშმარიტება და ობიექტურობა დადგინდეს, მაშინ ეს კითხვებიც არ იარსებებდა. თავიდანვე არ გაჩნდებოდა ეჭვი საფუძველი, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ორკესტრირებულია თითქმის ყველა დონეზე, მათ შორის სასამართლო იქნება ეს, პროკურატურა იქნება ეს, თუ იქნება მედია საშუალებები, რომლებიც თითქოს არაფერ კავშირში არ უნდა იყოს ხელისუფლებასთან. ამ დონეზე, როდესაც ორკესტრირებულია და ამ დონეზე მიდის კონკრეტული მიზნით PR კამპანია, ანუ ეს აჩენს ეს, თუ შენ სიმართლის დადგენა გინდა, თუ შენ გინდა გაიგო რა, ვინ არის, რა მოხდა მართლა და ვინ შეიწირა ის საწყალი ადამიანი, ხო? ანუ მაშინ შენ ამის საშუალებას უნდა იძლეო და თუ შენ ამის საშუალებას არ იძლევი, თუ შენ საშუალებას არ აძლევ დაცვის ხარის ადვოკატს, რომ შენთან ეთერში მოვიდეს და ილაპარაკოს, ან არ აშუქებ იმ რეალურ მოცემულობებს, რაც საქმეშია, არ ამბობ, რომ ერთ-ერთი გამომძიებელი იტყუება, როდესაც სასამართლოში ერთს ამბობს და არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც საპირისპირო. აი ამას როდესაც ელაპარაკობ, ხო ჩდება ეს კითხვები, რომ რატო არ აკეთებ ამას? მადლობა ცოტნე, აი ხა რაც სახსენა ცოტნემ, აი სწორედ ამის გვინდა რომ ეს გაჩვერო. სხვა შორის მე ვახსენე კიდევაც და ჩვენ საქმეში სხვათა შორის არსებობს ძალიან ბევრი. აი ხო არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ბრალდების მხრიდან. სამაგიეროდ არანაირი, ერთი მაინც, მიახლოებითი მაინც არსებობს. სამაგიეროდ არსებობს და გაჩნდა იმდენი და ისეთი ეპიზოდები, თავარი მაგალითად პატაკის ავტორის რომიკო გოგიაშვილის ეპიზოდი. თავარი მოწმე, ხო? უბრალოდ მინდა დავაზუსტო, სანამ აი ამ მონაკვეთს გავუშვებთ. ეხლა რასაც ჩვენ ნახავთ, ძვირფასო მეგობრებო, სამართლებრივი თვალსაზრისით, აი ბრალი რატომაც აქვს ამ ხალხს წარდგენილი. ამ პატაკის ამ ადამიანის მიერ შექმნილი პატაკის საფუძველი. ანუ ეს შეიძლება არ იყოს მთავარი მტკიცებულება, მაგრამ ბრალი ბრალი რატომაც წარდგინა ამ ხალხს აი ამ პატაკის საფუძველი. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, ესე იგი 4-ში თუ 5 აგვისტოს მოხდა შეადგინა პატაკი და 12-ში აკავებენ გიორგი მიკაძე 12 აგვისტოს, ხო? და რას ვამბობ? სწორედ ერთ-ერთი ადვოკატი და მე გითხარით კიდევაც რომ ბატონი მიხეილ ჭანუყვაძე არ ჩანდა აქამდე, ნუ ის არ აკეთებდა კომენტარებს, სწორედ აი ამ ბრიფინგზე ბატონმა მიხეილ ჭანუყვაძემ ადვოკატმა უფლებადამცველმა გიორგი მიკაძის გამოყო ეპიზოდი, სადაც აი ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი ამ საქმის, რადგან თენგო მახსენა კიდევაც რომ საქმე მთელი ბრალდება არის აგებული სწორედ აი ამ პატაკზე. რომიკო გოგიაშვილის გამომძიებელ რომიკო გოგიაშვილის პატაკზე. ვნახოთ ახლა ეს მონაკვეთი, რომელიც იმ ბრიფინგზე აი სადაც იყო შეხვედრა, საინფორმაციო შეხვედრა დაცვის მხარეს ადვოკატებთან, გამოყო ადვოკატმა მიხეილ ჭანუყვაძემ. საქმე მტკიცებულებების გარეშე. პატაკის ავტორის გამომძიებელ რომიკო გოგიაშვილის ეპიზოდი. იმისთვის რომ მტკიცებულება საქმეში მტკიცებულება იყოს და მე დაცვის უფლება განვახორციელო, მე უნდა მქონდეს მტკიცებულების გამოკვლევის ისეთივე თანაბარი შესაძლებლობა, როგორც ბრალდებას. საქმეში მტკიცებულებად მოდის ანონიმური წყაროს ნათქვამი, რომლის გამოკვლევის საშუალება მე არ მაქვს, ანუ ანონიმურ წყაროს მე არ შემიძლია დაუსვა კითხვა, რომ ეს რატო იყო, ჭორი მოისმინე თუ მართლა იცი რაღაცა. ჭორია ფაქტობრივად. იმისთვის რომ ეს ჩვენებად აქციონ კითხავენ ოპერატიულ თანამშრომელს და თითქოს ეს არის მტკიცებულება, რომელიც მე უნდა გამოვიკვლიო, მაგრამ ოპერატიულ თანამშრომელს დაუშვი ჩვენ ეს კითხვა, რომ ეს შენ იცი თუ პირდაპირ გითხრა, ეს მე კი არ ვამბობ, რომ ესეა, ეს გადმოვეცი, რაც მითხრა წყარო. იმის გარდა რომ მოწმე სასამართლოზე, როდესაც იმეორებს თავის ჩვენებას, გამოძიების წინაშე ნათქვამს, მის ამ ჩვენების შინაარსის მიღების შემდგომ ხდება მისი სანდოობის ასევე გამოაშკარავება. ხო, რამდენად სანდოა ის ადამიანი, ვინც ამას გვესაუბრება და ვინც გვაწვდის ინფორმაციას. ამ შემთხვევაში ის რომ მხოლოდ დეტექტივების მიერ წარმოდგენილი პატაკები არის ბრალს ჩადებული და ეს არის პირდაპირ მტკიცებად მოყვანილი, რაც შეუძლებელია რომ იყოს ბუნებაში,
თვითონ ამ ატაკების წარმომადგენელი პირებიც არასანდობას იწვევენ იმის გამო რომ ერთ-ერთი მაგალითად რომიკო გოგიაშვილი პირადად ესწრებოდა ორივე ჩხრეკას რომელიც გიორგი მიქაძის სახლში მოხდა ხელმძღვანელობდა ამ ჩხრეკებს მეორე ჩხრეკის დროს ჩვენ ამ ყარების ჟღულზე შევხვდით ერთმანეთს და ვთხოვე რომ თვითონ უკან დაეხია და მოსულიყო გამომძიებელი ანუ ის ფიგურა ვინც წესით ატარებს ჩხრეკას ვინც ადგენს ოგს და პირველ შემთხვევაშიც ზუსტად ესეთ პოლემიკაში მოგვივიდა ერთმანეთთან მან მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოზე უარყო თქო რომ საერთოდ არ ყოფილა იმ დღეს არ ხელმძღვანელობდა კი არა საერთოდ მონაწილეობას არ აღებულობდა ჩხრეკაში ამის ჩვენ ვიდეო მასალას გვაქვს სახლში გადაღებული ტელეფონით რომ ხელმძღვანელობს კიდევაც და კიდევაც ესწრება ანუ თვითონ პატაკის ავტორების სანდოობაც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს ამის შემდეგ და ამის ფონზე რა რომ თლიანი ზოგადად სულ გამოვიდეს რა ვერანაირად აი და მე რაღაც კინები ვითა დაშვებული ხე ქვევით რა ხდება არ ვიცი და ვირას გეუბნება კინები არის და ქვევით რაღაცა სივრცესავით არის და იქიდან მაინც თუ მივწვდით შეხედოთ მაინც იქიდან ხარეს ვერ მივწვდებით ხო შანსი არა ხო არა აღარ არის თუ არაფერი არ არის სათავსო და ის ჩამოყვა შეგახსენებთ რომ გამომძიებელმა რომიკო გოგიაშვილმა სასამართლო პროცესზე უარყო რომ ესწრებოდა გიორგი მიქაძის სახლის ჩხრეკას. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. მე პირადად ვესწრებოდი და ვესწრები ყველა პროცესს, განსაკუთრებით ვესწრებოდი ბატონი რომიკო გოგიაშვილის. პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომლის პატაკის საფუძველზეც რომიკო გოგიაშვილმა დაწერა 4 აგვისტოს პატაკი და ზუსტად 9 დღის შემდეგ 12 აგვისტოს თუ არ ვწდები, დიახ 12 აგვისტოს დააკავეს გიორგი მიქაძე. გამოდის რომ რომიკო გოგიაშვილი მართლაც ადვოკატ მიხეილ ჭანუყვაძეს თქმით, ერთ-ერთი მთავარია მის ბრალდება დაფუძნებულია და აგებულია მის პატაკზე, რომიკო გოგიაშვილი პროცესზე, რომელიც გამოცხადდა, დაიკითხა ბრალდების მოწმე იყო, მან პროცესზე უარყო მართლაც, როდესაც დაუსვა კითხვა რამოდენიმეჯერ მიხეილ ჭანუყვაძემ ადვოკატმა გიორგი და დავით მიქაძის ადვოკატმა დაუსვა კითხვა რომ თქვენ გიორგი მიქაძის სახლის ჩხრეკის დროს იყავით იქ, ესწრებოდით პროცესს და მეტიც ხელმძღვანელობდით, მან ეს უარყო. ჩვენ განახეთ ვიდეო მასალა ოჯახის წევრის გადაღებული, გიორგი მიქაძის ოჯახის წევრის გადაღებული, სადაც, აი როგორც ბატონი მიხეილი ამბობს სიუჟეტში, რომ ვიდეო მასალას ნახავთო, არის ვიდეო მასალა, სადაც რომიკო გოგიაშვილი თავისი ხმით, თავისი მანერით, თავისი ესეთი აღნაგობით სწორედ არის გიორგი მიქაძესთან სახში ჩხრეკის დროს მთავარი პატაკის ავტორი იძლევა დავალებებს და მან უარყო. ასევე კაბატონმა ლიკა ბითაძემ დაუსვა ასევე კითხვა, თქვენ იმყოფებოდით ასევე გიორგი ჯოხაძის სახლის ჩხრეკის დროსაც, როდესაც მეტიც კიბე მოითხოვეს, ანუ რაღაცა სპეციალური ამწე კიბე მოითხოვეს, რომ კამერები ჩამოეღოთ, ანუ გარე პერიმეტრისგან და ამაზე თქვენ თვითონ როგორც პოლიციელმა გაეცით ნებართვაო, ანუ ოფიციალურად მიმართეთ ამ ეგრეთ წოდებულ ამწე კრანის მძღოლს თუ რაღაც თუ ფირმას. ისიც უარყო კაბატონ ლიკასაც უთხრა, რომ არა მე არ ყოფილა. კაბატონ ლიკამას უთხრა, რომ განახებთ ამის ვიდეო მასალას. მაგრამ ერთი ფაქტია. საზოგადოებამ დღეს ნახა ის, რაც აქამდე არ იცოდა. მაგრამ რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა და აი მიხეილ ჭანუყვაძემ თქვა
და პროცესზე დაუსვეს მას კითხვა იყავი თუ არა და მან უარყო ფაქტის სახეზეა ის აქ არის. ასევე ძალიან საინტერესო ერთი კიდევ ფაქტი, რომელიც ასევე დაცვის მხარემ იგივე ბატონმა მიხეილ ჭანუყვაძემ გამოყო ეს ეპიზოდიც, ეს საქმე ეხება უკვე მე უბრალოდ ჩქარობ და მინდა რომ უცებ აუხსნა ჩვენ მაყურებელს და მსმენელს. აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. ჩვენ ვისაუბრეთ რომ ერთ-ერთი ბრალდება ერთ-ერთ მთავარ მოწმედ რომიკო გოგიაშვილის პატაკია, გამომძიებლის არის. ეს არის გამომძიებელი რომიკო გოგიაშვილი, მაგრამ საქმეში და ბრალდებას ხავს ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბატონი კონსტანტინე მორგოშია, რომელიც იყო მოსული სასამართლო პროცესზე და რომელიც გამოიკითხა ასევე პროკურორის ბრალდების მოწმე იყო და ასევე რა თქმა უნდა კითხვები, შემოხვედრი კითხვები და დაცვის მხარემაც დაუსვა მას კითხვები. რატომ არის ერთ-ერთი საინტერესო, თქვათ, საქმიდან გამომდინარე, ანუ დაცვის მხარის მხრიდან, პოზიციონერებიდან გამომდინარე, რატომ არის საინტერესო კოკა მორგოშიას ჩვენება ეს? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კოკა მორგოშია საზოგადოებამ კარგად იცის და თენგო შენ არაერთხელ გითხოვამს და ჩვენ ამაზე გვისაუბრია რომ კოკა მორგოშია არის დასაბუთებული ეჭვიც არის და არსებობს ფაქტები, რომლებიც სამწუხაროდ არ გადაამოწმა ბრალდებამ. კი გადაამოწმა, მაგრამ არ ამბობს რა პასუხი მიიღო Facebook-იდან. ყველამ კარგად იცის რომ ჯერ კიდევ ადრე გამოჩნდა დაახლოებით მაისში, გამოჩნდა სოციალურ ქსელში ანონიმური რაღაცა გვერდი ჯონათან ჯონი. 30-იან წლებში. რომელზეც საკმაოდ დიდი ეჭვი იყო თავიდანვე რომ ეს თვათ ისე ციდან არ ჩამოვარდებოდა და აი მართლაც აღმოჩნდა რომ ამაზე ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს და დაცვის მხარე ამბობს რომ ეს არის სწორედ კოკა მორგოშია დგას მის უკან. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ეპიზოდია სანდრო წივწივაძესთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ სანდრო წივწივაძეზე, რომელიც საერთოდ იარაღების საქმეზე არის. უკვე მას არ გაუგონარი ბრალი, აი წარმოუდგენელი იყო, მე უსმენდი ამ კაცს ამის იმას. ნუ საერთოდ 8 წელი მიესაჯა იარაღის ადვოკატებმა განაცხადეს, ნუ არ ვიცი, სხვა შორის ძალიან საინტერესო მასალა მზადდება ამ ხრივ. კი ბატონო, ჩვენ ვამზადებთ. შევთავაზებთ, მაგრამ აი კომენტარები რაც გავიდა უკვე მათ შორის ჩვენს ეთერში იყო ის, რომ ადვოკატები თვითონ იყვნენ გაოგნებულები, აი ხალხი, რომელსაც ალბათ რა ვიცი 1000 საქმეა მათ ხელში გავლილი, გაოგნებულები რომ სამართლებრივ სახელმწიფოში როგორც აი ერთ-ერთი ადვოკატი შორენა ნიკაბაძე ამბობდა, სამართლებრივ სახელმწიფოში ამ ადამიანს 8 წელი კი არ უნდა კონდეს, მას უნდა კონდეს დაზარალებული სტატუსი. სხვათა შორის ჯონათან ჯონის სტატუსი პირველი შეეხო სანდრო წივწივაძეს. ადამიანი რომელიც 24 მაისზე მე რო უსმენდი მის პროცესს, როცა იყო ის პროცესზე, საოცრებები ილაპარაკა ამ ბიჭმა და სხვათა შორის ვერც მოსამართლე, ვერც პროკურორი სამართლებრივი მსჯელობა როცა წავიდა და პაიქრობა როცა წავიდა, კითხვები როცა წავიდა, შეიძლება ითქვას რომ აი არ ვიცი, მე ჩემს სამეცნიერებას ვამბობ, იმდენად სიმართლეს, იმდენად დარწმუნებული იყო, რასაც ამბობდა, რომ ყველა სიტყვაზე ითხოვდა, რომ ბოლომდე მიეცა საშუალება, რომ ეთქვა სიმართლე და საერთოდ ეთქვა ის სიმართლე, რომ დავით მიქაძე და მიქაძეები საერთოდ ამ საქმესთან კი არა, მასთან საერთოდ შეხება არ აქვს. არც ქონია და მით უმეტეს იარაღებთან და საერთოდ მის ბრალი ხო წარმოუდგენელი. მნიშვნელოვანია, მან ღიად განაცხადა, რომ მასზე მიმდინარე თუნდაც აი ეს განცხადება, რაც სასამართლოს დარბაზში გაჟღერდა, წესით უნდა იყოს უკვე გამოძიების საფუძველი, მან ღიად თქვა, რომ მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ ხელი დაედო დავით მიქაძეს. კი ბატონო, ჩვენ ამ მასალას ვამზადებთ და კონკრეტულად მის აუდიო ჩანაწერს მოისმეს ჩვენი მაყურებელი სანდრო წივწივაძეს აი ამ აღიარების იმ ფაქტს, ხო, ცოტა მოგვიანებით. იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე როგორი ზეწოლა მიდიოდა, იმიტომ რომ ეთქვა ხელი დაედო დავით მიქაძეზე, რომ ეს იარაღი მას მან მიცა და ასე შემდეგ. და წივწივაძესთან დაკავშირებითაც, აი რომ დაუბრუნდეთ კოკა მორგოშია და ის ჯონათან ჯონი, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჯონათან ჯონის ეს სტატუსი აღმოჩნდა პირველად წივწივაძეს და შემდეგ მას მიყვა მთელი ამბები და მათ შორის რა თქმა უნდა კოკა მორგოშია რომ გვეგონა რომ ჩვენებაზე თქვათ, სხვა რამეს იტყოდა, თქვათ ოთარ ფარცხალაძეზე, მან საერთოდ ამ ჩვენებაზე ოთარ ფარცხალაძე განა იმ მოტივით და რამე სხვა მოტივი დაასახელა, დააკავშირა რაიმე, თქვათ, ოთარ ფარცხალაძესა და ლევან ჯანგველაძეს შორის. არა, აქ საერთოდ სხვა რაღაცა თქვა. მან პირადად თავის თავზე აიღო, მან პირად ბევრ მოტივზე ილაპარაკა მისა და მისი მხრიდან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით.
ესეც ეს ეპიზოდის გამოყო მიხეილ ჭანუყვაძემ და მოდი ვნახოთ უკვე მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება კოკა მორგოშიას, რომელიც მიხეილ ჭანუყვაძემ გამოყო ადვოკატმა იმ ბრიფინგზე, ზუსტად რომელზეც ჩვენ ვიყავით და რომელზეც ჩვენ საუბრობთ. ვნახოთ ეს ეპიზოდი. საქმე მტკიცებულებების გარეშე. პროკურატურის მოწმე კოკა მორგოშიას ეპიზოდი. მეორე მოწმესთან დაკავშირებით უკვე არაპოლიციელთან, რომელიც არის ბატონი კოკა მორგოში. მან განაცხადა, ეს წეღა რას თქვით, რომ თქვათ, გაიგო სადღაც რაღაცა, მოისმინა რომ რაღაც საფრთხე ემუქრებოდათ ჯანგველაძეს თვითონ სხვა პირებისგან და თვითონ თავის ჩვენებაში გამართა და თვითონ წარმოუდგინა საფრთხედ ლევან ჯანგველაძეს ოთარ ფარცხალაძე. თავის ჩვენებაში იძახის, რომ თვითონ გააჩინა პირველად ეს ადამიანი. სასამართლოზე რამდენჯერმე ვკითხეთ რა, ტელეფონში საუბრის დროს უთხრა რომ ეს იყო მისთვის საფრთხე. რაზეც ბატონლებას გაეცინაო. ანუ ის კაცი ამ საფრთხეს არ აღიქვამდა. მისი ჩვენებიდან ესე გამოვიდა. პირველად მე მიუტანა. თვითონ უთხრა. ასევე თქვა თავისი მოტივი იმ პიროვნების მიმართ. იძახდა რომ ოთარ ფარცხალაძემ ის გააძევა რუსეთიდან მე ედავებოდა ტელევიზიას, მის კუთვნილ ტელევიზიას, თვითონ ემუქრება თუნდაც საფრთხე ამ პიროვნების მხრიდან და გრძნობს საფრთხეს და თვითონ დადის ბრონირებული მანქანი და დაცვით. შევადაოთ, ადამიანი არის უდაცვოთ. ეკითხებათ, რამე საფრთხე თუ არსებობს საქართველოში, ეს მის ჩვენების პერეფრას ვაკეთებ. ის აჩენს ამ დროს ამ საფრთხეს და თვითონ აქვს მოტივი ამ პიროვნების მიმართ. ანუ ეს ტერიც ამ კაცის გაჩენილი ამ საქმეში. როგორც ჩანს, მოწმე მორგოშია ჩვენებაში თავადვე ასახელებს პირად მოტივს ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ და მას მტრად მოიხსენიებს. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, მართლა როგორც თქვენ თავად ნახეთ, იგივე თუნდაც როგორცაც ადვოკატი მიხეილ ჭანუყვაძე საუბრობს. მე პირადად ამ პროცესს გახდი, ჩვენ ამ პროცესს ვაშუქებდი და საინტერესოა მართლა ერთი რამ, რომ ოთარ ფარცხალაძის გამოჩენა სასამართლომდე სწორედაც იყო რამოდენიმე ინტერვიუ იყო კოკა მორგოშიასი ტელევიზიის თუ სოციალურ ქსელში, სადაც ის ასახელებდა და სრულიად უარგუმენტოდ საუბრებდა და აკავშირებდა იმასთან, რომ დიახ ლევან ჯანგველაძის ყოლობაში არის, სწორედაც არის ოთარ ფარცხალაძე, გიორგი მიქაძეები, გიორგი და დავით მიქაძე, ჯოხაძე და ასე გიორგი ჯოხაძე შემდეგ, მაგრამ სასამართლო პროცესზე მართლაც რომ აი ყველაზე ისე რა, ობიექტურადაც რო თქვათ, რომ მოლოდინი რო ერთი მართლა რა იყო ესეთი და რა ფაქტებზე საუბრობდა მანამდე ასე ყველგან, სადაც კი საშუალება მოუწევდა, თურმე აღმოჩნდა, რომ თავისივე ნალაპარაკებით თურმე მართლაც ესე იგი თვითონ შემოიყვანა ეს კაცი, შემოყავს თავისი ფანტაზიები და ასე შემდეგ, თვითონ შემოყავს ეს კაცი ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში, იმიტომ რომ ის ასაწყობოდა იქ მართლა გაუგებარია ისე კაცი გაყვეს, დასახმარებლად გაყვეს თხოვა რომ დახმარებოდა ფინანსურ პოლიციაში, შევიდნენ ისე რომ ჯერ ბრალდება დაცვის მხარე ეძახის რომ როცა გამოკითხვა მოხდა იგივე ლევან ჯანგველაძის მძღოლის და დაცვის უფროსის თუ დაცვის წევრის რაიმე კამერა არ იყო კაცო ამ ხელას შენობაში რომ შეხვედით არ რაიმე დაადასტურეთო რამით რომ შევიდნენ ნუ ეს ხო საერთოდ არ აჩანს ამ დროს ყველა კამერა სადმე თუ ქუჩაში რამე კამერა ის ყველაფერი მოტანილი აქვს სადაც 7 წლის უკან ლაპარაკობენ და სატელეფონო ჩანაწერია თუ რაღაც მაგრამ და ამ დროს მართლა გიჩნდება ეჭვი კაცო თუ კაცი მივიდა შეყოდა რომ გამოვიდნენ ბოდიშიო რა არ გამოდისო არ გამოვიდა ანუ დახმარება არ გამოვიდა და გადაიკიდა ესე კი თვითონ ვინ ვიზე უნდა ყოფილიყო ნაწყენი ესეც აკითხავენ ამ დროს და ყველაზე მთავარი კოკა მორგოშია მართლა პირადად ასახელებს მტრად ოთარ ფარცხალაძეს და სხვათაშორის ტელევიზიის საკითხზეც ახსენა რომ ესე იგი ჯერ უნდა და პოლიტიკაში ჩემი გვერდზე გაწევა როგორც ამბობს სასამართლო პროცესზე ვითომ რუსეთში მე მინდოდა და ანუ მას უფრო დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ესე იგი კოკა მორგოშიას როგორც ჩანს ოთარ ფარცხალაძესაც უნდა და ქართულ რუსულ საქმეებში რაღაცა ყოფნა იქიდან ჩამწია და ტელევიზია უნდა და მე ტელევიზიას მართლა და სხვა შორის აქეთი ფრაზა დააყოლა ხო გააკეთა მე თვითონაც ტელევიზიაო და მე უბრალოდ მაინტერესებდა ბოლო მომენტამდე მე მინდოდა რომ ეთქვა ერთი რომელ ტელევიზიაზე იყო ლაპარაკი, რაზე იყო ლაპარაკი და გააკეთაში რას გულისხმობდა. ანუ
და მე იქვე ვიჯექი უკან და მინდოდა კიდევაც რომ მოტრიალდებოდა რაღაცა თვალებს შემეხედა, ანუ რას გულისხმობდა და საერთოდ რომელ ტელევიზიას გულისხმობდა და რა სივრცეს გულისხმობდა, რომელ სტუდიას გულისხმობდა. იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი რაღაცა სიტყვებს ფასი აქვს და წონა აქვს და შესაბამისად პირიქით გამიხარდებოდა თუ სიმართლეს იტყო და ობიექტურ სიმართლეს იტყო და რომელ ტელევიზიის გაკეთებაზეა ლაპარაკი და ვის როგორ დაეხმარა ოთარ ფარცხალაძე რუსულ-ქართულ ურთიერთობები იქნება ეს და საქართველოს სასიკეთოდ მართლა იქ რუსეთში თუ აქ მერე ვიღაცას მართალი სიტყვა რო ეთქვა ტელევიზია გაეკეთებინა სტუდია გაეკეთებინა თუ ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა რომ ჩვენ როდესაც სასამართლო პროცესს ვისმენთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ აქ რომ ინტერესთა ყველაფერი გადავდოთ, აუცილებელია რომ სასამართლომ მოსამართლე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და სიმართლე დადგინეს ამ საქმეს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განუმეორდები და ჩვენ ამით უკვე სიჯამებისკენ მივდივართ. ერთია, როდესაც ტრაგედია ხდება, ადამიანის გარდაცვალება და მკვლელობა ხდება და აღიარებული აქვს ეს მკვლელობა იმ კაცს და ამ ხელაცოდვა თავზე აწევს, კისერზე აწევს და დადგინდა და დადასტურდა თუ არ ვიცი ამბობს ყველაფერს და ამბობს ეს უძილაურით როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ეს საშინელი რაღაც რაც მოხდა და კაც უადო პატიმრობა მიესაჯა და მას კიდე ბევრი განცხადება გააკეთა სხვა პროცესზე როცა ის მივიდა და მან ასევე უარყო რომ რატომ გინდათ რომ მე შემკვეთ თუ კილერად გამომიყვანოთო როდესაც ისეა შემიცოდო მაწევს ერთი ტრაგედია ეს არის როცა ადამიანი ესე მოკლეს და მეორე ტრაგედია არის ის და შეიძლება ითქვას არა ერთი კაც არამედ ბევრი ოჯახის ტრაგედია, როდესაც ესე უსამართლო განაჩენს გადაწყვეტილებას გამოუტან ესე მტკიცებულებების არარსებობის გარეშე და ადამიანებს მიუსაჯო უადო პატიმრობა. ეს პრეცედენტი არ უნდა მოხდეს. და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. და ჩვენს პასუხისგებელი ვართ ყველა სიტყვაზე და ყველა ამბავზე, ყველა ჩვენ ნათქვამზე. პირდაპირ ეთერში იქნება გასული თუ ასე შემდეგ. და კიდე ერთხელ მინდა ვთქვა ერთი რამე რომ მე ჩვენ ნებისმიერს მაყურებელს ყველას და განსაკუთრებით მაყურებელს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, არანაირი საშუალება არ აქვს, რომ მისი ამბავი, მისი ტრაგედია, მისი საქმე სასამართლო იქნება თუ ნებისმიერ უწყებაში ვინმესთვის ხმამაღალი გახდეს. ხო წარმოგიდგენთ იმათვის სამშობლოა აქვს, რომ საერთოდ ზოგადად საქართველოში, ქვეყანაში, სახელმწიფოში, ჩვენ სამშობლოში ინსტიტუტები იყოს, რომელსაც ენდობოდნენ. და ასეთი დღეს ერთადერთი საბოლოო ინსტანცია ეს არის სასამართლო. სასამართლო ინსტიტუტი და მოსამართლე. და მინდა რომ სწორედაც ნემსის ყუნში გაძორეს. მთელი ეს გადაწყვეტილება იქნება თუ აი მთელი ეს საქმის აი მთელი ეს აი ამდენი მასალა ეს სწორედ ესე გაძორეს, ესე გაიაროს, ესეთი რაღაცა უზარმაზარი ის კონდეს, რა ქვია, არ ვიცი. აი ჭრთობა გაიაროს ნებისმიერმა პროცესმა და განსაკუთრებით ასეთ პროცესმა, რომ ესეთ გადაწყვეტილება არ იყოს გამოტანილი უსამართლო და არ იყოს არაობიექტური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თორე ჩვენთვის კიდევ ვიტყვით რომ აი კი გვაქვს საშუალება რომ ვიბრძოლოთ რაღაც თქვა და არავინ ფარხმას არ დაკლეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაციასაც სწორად გაგება უნდა, სწორად მიწოდება უნდა და სწორად გაგება უნდა, იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეიძლება მართლა არცალია დღეს ხვიცი უბედურებისთვის და ტრაგედიებისთვის და ეს სამწუხაროდ ასეა. ჩვენ დავშორდით ასე ერთმანეთს და ასე არ იყო, მაგრამ კიდევ რო არ მოხდეს ისეთი რამ რომ სადღაც ვიღაცას თაში და ბარში რომ არ ვიცით საერთოდ და საერთოდ ხელი რომ მიუწვდება სოფლის ერთ კაც თავკაცთანაც რო ვერ მივა და ვერ ეთქვის თავის სიმართლეს იმაზე საერთოდ ესეთ განაჩენი რო დადგეს როგორ იქნება ხო? მე რა ვიცი რა არის აი დავამთავროთ შეგვიძლია გადაც. დავამთავროთ ხო რა თქმა უნდა შეჯამებისკენ წავიდეთ და ზუსტად იმით მინდა ჩემს ამ შემაჯამებელ სიტყვაში ის თქვა რაზე ჩვენ ნაიბოლოს გამახოლე ყურადღება სამართლიანი სასამართლოს უფრო ზოგს წარმოუდგენია მართლა და სხვის იჭირი ღობეს ჭხირი რა ესე უყურებს რომ არა მართლა აღარ ცალიათ ადამიანებს მით უმეტეს აი ამ გაჭირვებულ დროს სხვისი უბედურებისთვის შეიძლება და ნაკლებ ყურადღებას უთმენ ყველას თავისი გაჭირვებია და ამიტომ ბევრის გასაჭირი არის ხოლმე ყურადღების მიღმა დარჩენილი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სამართლიანი სასამართლოს სტანდარტს ქვეყანაში მნიშვნელობა არ აქვს იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება ადამიანი იყოს გულგრილი ვიღაცის უბედურების მიმართ, მაგრამ ის ხო ხედავს მაინც აი რა სტანდარტით ხდება გადაწყვეტილების მიღება. წარმოიდგინე ხა შენ რიგითი ადამიანი, რომელიც შენი თქმის არ იყოს მთაში თუ ბარში, სოფლად თუ ქალაქად ზის უყურებს, ეხა ამ ყველაფერს ხედავს როგორ ასამართლებენ ადამიანებს მტკიცებულების გარეშე და თან ასამართლებენ ადამიანებს, რომლებსაც რა ვიცი რაღაც
თავისი ცნობადობაც ჰქონდათ, თავისი შეძლებაც ჰქონდათ, ხო? ანუ ცნობილი ბიზნესმენი ისეთ ხალხია, ხო, ასე ვთქვათ. და მას ხო უჩდება განცდა, რომ აი ამ ადამიანს თუ ესე მართლა მტკიცებულების გარეშე შეიძლება ესე ვიღაცის სიტყვის გამო აიღონ და სამუდამოდ პატიმრობა მიუსაჯონ, თუ დაჭირდათ მე რას მიზავენ. ეს ხო ანადგურებს სასამართლოს მიმართ ყველანაირ ნდობას და სასამართლოს არსებობას არა აქვს ქვეყანაში აზრი, თუ მას ხალხის ნდობა არ ექნება. სასამართლო მთავარი რაზეც დგას, ეს არის საზოგადოების ნდობა, რომ მე და შენ რო ერთმანეთში დავობთ, ერთმანეთში ვერ დავხდებით, სასამართლო ეს ინსტიტუტი, რომელსაც ჩვენ ორივე ვენდობით, მივალთ და მოდი აი მას ვკითხოთ და იმან გადაგვიწყვიტოს ჩვენ შორის ვინ არის მართალი. აი ამაზე დგას მთლიანად სასამართლოს სისტემა და ასეთი ტიპის საქმეები და ასეთი ტიპის ბრალდებები ზუსტად ამ ნდობას ანგრევს და ანიავებს. ეს ამიტომ ან ურავის ექნება იმისი განცდა, რომ აქ ვიღაცას მიუჯიან, შეიძლება მიუსაჯონ ესე უსამართლოდ რამე და ეს ჩაივლის მერე უკვალოდ და ეს არანაირ ასახვა საზოგადოებაზე არ პოვებს, იმიტომ რომ ხალხს არ აინტერესებს კაცო სხვისი უბედურება. ხალხს შეიძლება სხვისი უბედურება მართლაც ნაკლებად აინტერესებდეს რაღაც პერიოდი, მაგრამ ხალხი ხედავს როგორ იღებთ გადაწყვეტილებას. ხალხი ხედავს რა მტკიცებულებებით უშვებთ ადამიანებს ციხეში და ყველას უჩნდება უნდობლობის განცდა და ხვალ და ზეგ არც ერთ ადამიანს არ ექნება ამ სასამართლოს ნდობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესეთი პრეცედენტის დადგენა სწორედ ამას მოასავებს, რომ მეც არ მექნება განცდა და რა ვიცი, ხა გავაჩეროთ ნებისმიერი ადამიანი და ვკითხოთ, რომ აი გააქვს იმისი განცდა, რომ შენ ამ ქვეყანაში სასამართლო დაგიცავს, არ აინტერესებს არც სასამართლოს, არც ხელისუფლებას რა პასუხებს მიიღებს მოქალაქეებისგან, ვის აქვს დღეს იმისი განცდა, რომ ამ ქვეყანაში სამართალს იპოვის, გინდა სასამართლოში და გინდა სასამართლოს გარეთ და ეს ანგრევს მე იმ საზოგადოებასაც და ეს აჩენს ზუსტად იმ განცდას, რომ სხვისი ჭირი ღობეჭხირია, აღარ გვაინტერესებს არავის გასაჭირი და ყველა ჩვენ ქურქში ვარ ჩაკეტილი, ჩვენ თავს გვინდა რომ უშველოთ. ეს ძალიან სამწუხაროა და ჩვენ რა თქმა უნდა იმედი გვაქვს, ეხა ისევ საუბრობთ, გეგონება რამე არის უკვე გადაწყვეტილი პირიქით, ეხლა არის მთავარი ბრძოლა წინ, ეხა არის აი ბოლო ეტაპი, როდესაც მართლა უნდა სიმართლე გაირკვეს და ჩვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა გულწრფელი პატივისცემა მოსამართლის მიმართ, ვინც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ჯერად აქვს წამს, რომ უბრალოდ ეხა მართლა არ არის ჩალით ეს ქვეყანა დაფარული და იქნება ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილება. აი ბატონი კოტემიკაძე ამბობდა სხვათა შორის არაერთხელ უთქვამს ეს მათ შორის ჩვენთან გადაცემაშიც, რომ ვინმე რამე განსაკუთრებულს კი არ ითხოვს. სამართლიან გადაწყვეტილებას, ობიექტურ სამართლიან სასამართლოს ითხოვს. მეტს არაფერს. აი რაც არის სამართალი ის დადგინდეს. და იმედი გვაქვს რომ სწორედ ასე მოხდა. კი ბატონო. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა შეგეხსენოთ რომ თქვენ უყურებთ საქართველოს ტალღის სტუდიის ეთერიდან გადაცემას ანალიტიკას. ჩვენ დღეს შევეხეთ საქმეს, რომელიც ეხება ლევან ჯანგელაძის სკოლობის საქმეს და მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც წარმოგიდგინეთ დაცვის მხარეს ბრიფინგიდან, რომელიც საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც გამართეს მანსასტორ მონოგრაფში და ჩვენ აუცილებლად ოთხშაბათ შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო მასალას, შემოგთავაზებთ სრულ დოკუმენტურ ფილმს, სწორედ აი ამ ბრიფინგის, შემაჯამებელი ბრიფინგის და ასევე რა თქმა უნდა განახებთ და ნახავთ რა ჩვენება მისცა სანდრო წივწივაძემ პროცესზე, როდესაც იგი გამოძახებული იქნა სწორედ აი გიორგი დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის პროცესზე, სადაც მან ფაქტიურად მოყვა ის თელის მონაკვეთი 6 საათი იკითხებოდა სანდრო წივწივაძე და მან მოყვა თუ როგორ აიძულებდნენ და მან თხოვა მოსამართლეს და პროკურორსაც რომ ამოეღოთ ვიდეო მასალა ციხის იმ ადვოკატის ოთახიდან, სადაც კამერები არის არსებობს, მეც ვიცი ვადასტურებ ამას არაერთხელ და მეც სხვათა შორის როცა სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩვენ საქმეზე გამოდიოდა და გამოვიდა უკვე მას მერეც ვითხოვდით რომ ამოეღოთ ყველა ის ვიდეო კამერა, სადაც ჩვენ ხედავდით იგივე ცემის დროს, სამების დროს თუ ჯვარედინი დაკითხების დროს, რომელიც ხორციელდებოდა. სანდრო წივწევაძემაც მოითხოვა და თქვა, მე თუ რამეს ვიტყოვები პატივცემულო მოსამართლე. მე მზადა ვარ სრულ ჩვენების გამო კიდევ უფრო მეტი კაცრი განაჩენი რომ მომისაჯოთ მოვიხატო. მაგრამ სამწუხაროდ გამოძიების ეტაპზე მასალა, ვიდეო მასალაზე, რავი, ჯერჯერობით კიდე გაცხადებული აქვს, მაგრამ არავინ არასად არ აჩანს. მოკლედ და ასევე ნახავთ რა თქმა უნდა აი ამ ძალიან საინტერესო და საკმაოდ ემოციურ ჩვენებას, რომელიც სასამართლო პროცესზე მან მისცა სასამართლოს. მოკლედ დიდი მადლობა დაიყავით ჩვენთან, მადლობა რომ იყავით ჩვენთან და ოთხშაბათ საინტერესო გადაცემით იურისტის საათში დავბრუნდებით თქვენთან პირდაპირ ეთერში. მადლობა თავისუფალ არხს ასევე რომ გვაძლევს საშუალებას რომ თავისუფალ არხის მეშვეობით ჩვენი სიტყვა მივასწინოთ საქართველოს ტალღის სტუდიიდან
საზოგადოებას და მაყურებელს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. საქართველოს და ჩვენი სამშობლოს მოქალაქეებს. დიდი მადლობა ნახვამდის. ნახვამდის.